28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლობის მიძინების დღესასწაულს მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა აღევლინება. მარიამობა ერთ-ერთია 12 უდიდეს დღესასწაულს შორის და საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. დღესვე მორწმუნეებისათვის ორკვირიანი მარხვა დასრულდა. სრულიად საქართველოს და უწმინდეს და უნეტარეს ამ დიდებულ დღეს ღვთისმშობლობას მე ჩემი ოჯახით, მეუღლე და 4 შვილით ყოველ წელს მოვდივართ ტაძარში და უფალს ვწირავთ კიდევ ჩვენი უწმინდესის დღეგრძელობას, სიკეთეს და მთელ საქართველოს ვუსურვებ გამთლიანებას და სიხარულს. მთელ საქართველოს ულოცავ ამ დღეს. ღვთისმშობელი იყოს წყალობი, როგორც არის. როგორც წყალობს ჩვენ ასე ბოლომდე, ბოლო ჟამბამდე წყალობდეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს შორის ყველაზე გამორჩეული ადგილი, რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს უკავია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას. მისი უწმინდესობა ყოველთვის ჩვენს ქვეყანას ავედრებს, განსაკუთრებით დედა ღვთისმშობელს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სწორედ სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარი, რომელიც არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული, აქ აღევლინება დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ღვთისმსახურება, რომელსაც პატრიარქის მოსაყდრე მეუფეში უაღავლენს. ღმერთთან დედა ღვთისმშობლის მეოხებით ჩვენი ქვეყანა დაიცვას და დაიფაროს. პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებს თბილისში გახსნილი ჰქონდათ ფინური მასაჟის სალონები, რეალურად კი აქ მოსულ კლიენტებს სექსუალურ მომსახურებას თავაზობდნენ. 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. საარჩევნო პროცესის გამართულად უზრუნველსაყოფად ქვეყნის მასშტაბით სულ გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი. საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით არაერთ სერვისს თავაზობს, მათ შორის მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ვებგვერდზე voters.cc.gov.g სწრაფი გადახდის აპარატის და მობილური აპლიკაციის გამოყენებით. მობილური აპლიკაციის სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Voters Georgia-CESCO, შესაბამის ველში შეიყვანოთ პირადი ნომერი და გვარი და გაეცნოთ თქვენ და ოჯახის წევრების მონაცემებს. ასევე რუკის საშუალებით ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი და გაიგოთ, სად უნდა მისცეთ ხმა 4 ოქტომბერს. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს CESCO-s ვებგვერდზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებს. გვინდა მივმართოთ რეგისტრაციიდან მოხსნილ რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს. დროულად მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 13 სექტემბრის ჩათვლით. გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ შესაბამისი პროცედურები არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. სხვა შემთხვევაში ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი დროებითი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრივიშვილი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალანს პერსელს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ამერიკის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით არაქართულენოვანი სკოლების სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია სექტემბრიდან დაიწყება. არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდებს მიმდინარე წლის ნოემბერში ჩაატარებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით არაქართულენოვანი სექტორის პრაქტიკოს მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ შესაძლებლობა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მიზნით დაადასტურონ საგნობრივი კომპეტენცია და გაიარონ პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგ კურსი. ხოლო პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ აიმაღლონ სტატუსი 2026 წლის 1 იანვრამდე.
ვინაიდან არაქართულენოვან სექტორზე დასაქმებული პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლებს სტატუსის ცვლილებების შესაძლებლობა აქვთ 2025-26 სასწავლო წლის ბოლომდე, ხოლო პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს 2026 წლის 1 იანვრამდე სამინისტროს გადაწყვეტილებით აღნიშნულ პერიოდში მათ კიდევ ერთხელ მიეცემათ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა. გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყება სექტემბრიდან, ხოლო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2025 წლის ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში ჩატარდება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული არაქართულენოვანი სკოლების სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის საგნისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდები. მარნეულის მუნიციპალიტეტში წინა საარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. მერობის კანდიდატი დაურ ისმაილოვი მოსახლეობის საჭიროებებს პირადად ეცნობა. მარნეულის კანდიდატი დაუნ ისლაიმოვი მოსახლეობას ხვდება, პირადად ეცნობა მათ საჭიროებებს. კამპანიის ფარგლებში კი შეხვედრები ქუთლიარის, წერეთლის, კაჩაგანის ადმინისტრაციული ერთეულებში, შემავალის სოფლებსა და ჯანდარის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან გაიმართა. მერობის კანდიდატის წინა საარჩევნო პროგრამა მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას, ახალგაზრდებისა და განათლების ხელშეწყობას, სპორტული და კულტურული სივრცეების გაძლიერებას, ასევე რეკრეაციული გარემოს შექმნას. ჩვენ უკვე შევხვდით სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებს და გავეცანით მათ გამოწვევებს ადგილზე. გავაცანით ჩვენი პროგრამა, ჩვენი გეგმები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენ ძალიან დადებითი თბილი შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან. უკვე რამოდენიმე ერთეულში შეხვდით ჩვენს ამომრჩევლებს. ყველგან გრძნობთ მოსახლეობის დიდ მხარდაჭერას, როგორც მერობის კანდიდატის მიმართ, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს დამაჯერებლად გავიმარჯვებთ მარნეულში. მე კარგად ვიცნობ დაურ ისმაილოვს, ჩვენ ახალ წარმატებულ კანდიდატს, მან კარგად იცის ახალგაზრდების პრობლემები, მხარს დაუჭერს ახალგაზრდებს განვითარებაში. უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა. გარდაცვლილებს შორის 2 ბავშვია. კრემლი უკრაინის დედაქალაქს მთელი ღამის განმავლობაში უტევდა. კიევის დონეცკის რაიონში 6 ლოკაცია დაიბომბა, დაზიანდა 5 და 16 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და საბავშვო ბაღი. დედაქალაქის დნეპრის რაიონში კი 25 სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ხანძარი გაჩნდა საოფისე შენობაშიც. კიევის მერიის ინფორმაციით კი თავდასხმის ობიექტი ასევე გახდა სოლომენსკისა და შევჩენკოვსკის რაიონები. დაზიანდა დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრებიც. მედიის ინფორმაციით არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, რადგან მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდის მერობის კანდიდატ დათო კოდუასთან და სახელმწიფო მრწმუნებულ დავით ვერაძევასთან ერთად მარიამობის დღესასწაულს წირვას კონცხელის ღვთისმშობლის სახელობის მე-17 საუკუნის ტაძარში დაესწრო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მრევლს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით კი ერთობის, მშვიდობისა და საქართველოს მთლიანობისთვის ლოცვა დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ისრაელის ბოლო თავდასხმას ანკლავში 76 ადამიანი ემსხვერპლა, 298 კი მძიმედ დაშავდა. გაეროს ადგილობრივი წარმომადგენლების ინფორმაციით კი ბოლო 24 საათის განმავლობაში დახმარების გადანაწილების ცენტრებში საკვების ძებნისას 18 ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის წარმომადგენლების ცნობით ბოლო 24 საათში შიმშილით 10 პალესტინელი დაიღუპა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს. ადმინისტრაციის საკონვერციო და საგამოფენო ბიურო ინდოეთიდან 15 მსხვილ კომპანიას მასპინძლობს. კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულნი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია ინდოეთიდან მაღალ ხარჯველი ტურისტული ნაკადის მოზიდვა, საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა, ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და ქორწინების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს დანახარჯების გაზრდას ინდოეთის ტურისტული ბაზრიდან. ინდური კომპანიების წარმომადგენლები თბილისში, მუხრანსა და კახეთის რეგიონში სხვადასხვა სახის ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასა და სასტუმროებს გაეცნენ, სადაც ქორწილების ჩატარებაა შესაძლებელი.
ინდოეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია და საქორწილო მიმართულება არის ერთ-ერთი ახალი საინტერესო მიმართულება. საქართველოს სტუმართ მასპინძლობას აქვს უნარი, რომ ეს ნიშა დაიკვირდეს. სწორედ ამიტომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს პროექტზე, რისთვისაც საქართველოს ეწვივნენ საკმაოდ მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიები, ქორწილის დამგეგმავები და ეცნობიან საქართველოს ინფრასტრუქტურას, შესაძლებლობებს მთელი რეგიონის მასშტაბით მოგზაურობენ, ხვდებიან კერძო სექტორს. საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ახალი პროდუქტი არის მასშტაბური ქორწილების მოზიდვა ჩვენს ქვეყანაში. ვინაიდან და რადგანაც ეს ღონისძიებები გამოირჩევა მაღალხარჯმოვანი თვისებებით, ამ ეტაპზე ჩვენ ჩამოყვანილი ყავს 15 საერთაშორისო დონის ქორწილის ორგანიზატორი კომპანია და პლენერი. ვაცნობთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს შესაძლებლობებს